მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო აბონციციაშვილი დილის საუბრები კვლავ ეთერშია და კვლავ განაგრძობ თქვენთან საუბარს არ ვიცი საიდან გებულობ ამ ინფორმაციებს საიდან მოდის არამედ ჩემი ნათელხილვის ამბები უკვე იცით მაგრამ ნათელხილვის გარდა კითხულობ უსმენ პოდკასტებს იმას ამას ინტერვიუებს ლაივებს პრეს კონფერენციებს, შემდეგ მაქვს საუბრები საინტერესო ადამიანებთან, მოაზროვნე ადამიანებთან, რომელთა ტვინი არ არის გაჯირჯვებული სპეცსამსახურების პროპაგანდით და რომლებსაც შეუძლიათ აზროვნება. ასეთები ძალიან ცოტანი დავრჩით. თქვენც, ვინც მე მიყურებთ, ხართ იმ minority-ში, იმ ცოტაში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს დაკარგული აქვს აზროვნების, ბევრ ადამიანს დაკარგული აზროვნების უნარი. მათ შორის ახლა ოპოზიციაზე აღარ მინდა ლაპარაკი. ნახეთ ხო, გამოვიდა კიდევ ამ მეგობარი აქტის ახალი განცხადება. ბიჭო, ამერიკა გეხვეწება, დამეხმარე დაგეხმარო და ხალხი გაჭტერებულია, ოპოზიცია დაჭტერებულია, მონუსხულია, დედა აქ მოტყნული საზოგადოებას. მოგუდულია. აი რა გააკეთა ბიძინა. მოგუდულია. ამერიკა გეუბნება, მოდი დააგეხმარები და ხალხი, ოპოზიცია, აქციის ორგანიზატორები, დაბნეულები დაადიან. ვეღარ ხვდებით კაცო, რომ ტრამპი თავის დანაპირებს ასრულებს. ტრამპმა deep state ვერ დაამარცხა. თქვა ჯერ მედვედევმა, მერე ამას აყვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მერე ამას აყვა სერბეთის პრეზიდენტი და კახი კალოძე. ახლა 9 მაისის აღლუმი მოდის და სოფლიოს ლიდერები, ვინც აპირებდა ჩასვლას, იგივე სლოვაკეთი, მოვაკეთი, სერბეთი, სი ძინპინი, ყაზახეთი, ისა ლუკაშენკო, ყველა ავად ხდება, ყველა ცუდად არის, ყველა რაღაცა გადაუდებელი ამბავია, ეშინიათ ჩასვლა. უკრაინა შემოუთვლია სოფლიო ლიდერებისთვისო 9 მაისო აღლომზეო მოსკოვს დავბომბავთო. ეს აღლუმი არ ვიცი დიდი ამბები ხდება მეგობრებო და ჩვენ ამ დროს ამერიკას განიხილავს მეგობარაკს და ჩვენ აქ ერთი დროშის აწევა გვენანება არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა აქციებზე. არა გენაცვალე. სანამ არ იქნება აქტიურობა ჩვენი მხრიდან, არაფერიც არ იქნება და უნდა ვიაქტიუროთ. ეხა როგორმე დამიჯერეთ აწი. ბიჭო, დამიჯერეთ რა. ტრამპი გავიძახოდი, ვიღაცებმა გიჟა ჩამთვალეს, ეხლაც გიჟა თამთვლით? ეხლაც გიჟა თამთვლით ხა? რუსეთი რო ნელ-ნელა უკან იხევს და რუსეთი რო ნელ-ნელა დათმობებზე მიდის. ეს ტრამპის დამსახურებაა და შენ ვინც ანტიტრამპისტი იყავ, იმიტომ რომ ტვინი ქონა გამორეცხილი deep state-ის მიერ. ეხლა მაინც მოდი აზრზე, კაცო. შენ კი არა ბიძინა მოვიდა აზრზე და შენ ვერ მოდი ხარ აზრზე? ოპოზიციას ვეუბნები. ოპოზიციასაც შეეხება. ველოდები მოგუდული ოპოზიციიდან ვის გამოაგდებს ბიძინა ლიდერად. მე კი მაგჩები აზრი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. მაინც, ვიცი. ყველასთან კარგად ვარ, რა ვქნა. ხო და მეგობრებო. ნატო. ეხა ნატოს წევრი. მე არ ვიცი, რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ვატიკანის იმ ცნობილ ადგილას ორი სკამით. მესამე სკამი რომ უნდა დაედგათ იმისთვის საფრანგეთის პრეზიდენტისთვის რომ ქესტუმბრუცუნეს გაუკეთეს. მე არ ვიცი, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ საქართველოს აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში. საქართველოს უკრაინას გამარჯვებულია უკვე. და მე ისიც ვიცი, რომ ბატონი ბიძინა გამოსავალს ეძებს. ნახოთ, ვინ გამოვარდება საჩოდან, როგორც ახლად გამოჩეკილი ლიდერი. რა თქმა უნდა, ძველი სახე იქნება ნატანჯი, ოღონდაც მე არ ვიქნები. აბა დროებით. შენ გერი
darshi darshi shenegeni susian damatarshi adam glamori mogdi